დუხაბური უარი თქვეს ეკლესიაზე და გამოვიდნენ. ეხლა მოვედით დუხაბურების სალოცავში, ამიტომ წავედით ყველაფერი უნდა გაჩვენოთ. ძალიან საინტერესოა. თავი მგონია მე-17 საუკუნეში. 1667 წელს პატრიარქ ნიკონის რეფორმების შემდეგ დუხაბური უარი თქვეს ეკლესიაზე და გამოვიდნენ. არა და მარტო დუხაბურები იყვნენ, სტარაბრიაცი, მალაკანი და ასეულობით დიდი და პატარა ჯგუფები. ესე იგი ჩვენ უარი ვთქვით ყველაფერ მატერიალურზე და შუამავალზე, ღმერთის და ადამიანის წინაშე. ასეთი დაგომა გვაქვს. ბავშვი როცა იბადება, უკვე არის მონათლული წმინდა სულით. ასეთი ფილოსოფიასაც გამოვხატავთ, სადაც 2-3 ადამიანი შეგროვდება და ღმერთის სახელს ახსენებს, იქ არის სულიერი ეკლესია. ეს კომპლექსია, ანუ ჩვენ ვეძახით ობოლთა სახლს, ჩვენ ხედავთ სამი დაწესებული არქიტექტურა, ერთი არის ეს რუსული სტილი არის, ეს არის ევროპული სტილი, ეს არის ის რომელიც ჩამოყალიბდა აქ. აშენებული არის 1857 წელს. მარტო ხალხი ინახავდა თავს აქ ჩვენთან და სალოცავის ფუნქციასაც ასრულებდა. აი ყველაზე განსაკუთრებული რაც ეგრევე როგორც კი შემოვედი აქ დავინახე, ეს არის ფერები. აი რასთან დაკავშირებით არის ეგეთი ფერადი? ყველგან, ესე იგი ღია ფერები, ბუნების ფერები, უფრო არის ცისფერი და თეთრი და მწვანე, ესე იგი ბუნება არის, ცისფერი არის ცას და ესე იგი თეთრი არის სისუფთავე რა, მაგას გამოხატავს.